72 მომხრე და 2 წინააღმდეგი დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები. Დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით ახლებურად განისაზღვრა მთელი რიგი მუხლები. სურაბ ყემელაძის განმარტებით განისაზღვრა კომერციული რეკლამის მოცულობა კონკრეტულ შემთხვევებში. ტერმინთა განმარტებას ასევე დაემატა პროგრამაში პროდუქტის განთავსება და შესაბამისი მუხლი აისახა კანონში. განისაზღვრა სამაუწყებლო საათის განმარტება. დაზუსტა სოციალური რეკლამა და ზოგიერთი სხვა დეფინიცია. კანონს ასევე დაემატა იმ პროგრამების შემონათვალი, რომელთა სპონსორობაც იგრძელება. საპარლამენტო უმცირესობა ცვლილებებს მედიაზე ზეწოლად აფასებს. საუბარი არის იმაზე, რომ მოექცა ევროდირექტივების ესე ვთქვათ გავლენის ქვეშ ჩვენი კანონმდებლობა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მაუწყებლობის დროის 20% გადანაწილდება ყოველ საათში 20%-ში შეიძლება 20%-ის დროს შეიძლება დაუთმონ რეკლამას. მაუწყებლის შესახებ კანონი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, რატომ? იმიტომ რომ რეალურად ამ კანონპროექტით უნდათ რომ ფინანსური პრობლემები შეუქმნან დამოუკიდებელ მედიას. იმიტომ რომ ფაქტობრივად კონკურენტულ ბაზარზე უნდათ შეუშვან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ისედაც აქვს დაფინანსება ბიუჯეტიდან და მან მიიღოს კიდევ დამატებითი შემოსავლები. ეს რას ნიშნავს? რომ ეს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გეგმის განხორციელებას, რომ მას უნდა ჯიბის ტელევიზიები და არ სჭირდება დამოუკიდებელი ტელევიზიები ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება სიმართლე ისაუბროს.